როგორ გპარავენ სილამაზეს, ბარაქას და ჯანმრთელობას. პირველი ვიტყვი სილამაზეზე. მოდით ვთქვათ, რომ შური ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშია გავრცელებული და აი შემთხვევით ვკითხულობდი რაღაც ინფორმაციას და იქ ეწერა, რომ ბერმა 3000 წლის წინანდელი, ეს ხდება იაპონიაში, ულამაზესი მართლაც ვნახე და ულამაზესი შენობა გადაწვა, იმიტომ რომ მის სილამაზის ყურებას ვერ გაუძლო. წარმოიდგინეთ, იმას ფსიქიკური პრობლემებიც ექნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ გადაწვა, რადგან ის ისეთი ლამაზი იყო, რომ მას აღიზიანებდა. დაუკვირდით ამ სიტყვას, აღიზიანებდა. ასევე ატარებენ გამოკითხვას ადამიანებზე და ეკითხებიან ადამიანებს, რას ხედავთ, როდესაც სილამაზეს ხედავთ, თუნდაც ადამიანს, თუნდაც რაიმე სხვას. ეს ადამიანები იძახიან, რომ აი ძალიან თავს უსუსურად გრძნობთ და ძალიან უხერხულად და მორიდებულად ვართ. ეს რას ნიშნავს, რომ როდესაც ხედავ შენზე ლამაზ ადამიანს, ეს ადამიანები ხო არ იტყვიან, რომ ჩვენ ბოროტდებით ან ჩვენც გვინდათ, რომ ეგეთები ვიყოთ. გიმუშავდება ჯერ სირცხვილი, რომ ეს ისეთი ლამაზია, მერე შენ მოგწონს ეს ადამიანი და ბოლოს გეზიზღება და ბოროტდები და შენ გინდა, რომ მასზე უკეთესი იყო. ადამიანი ესეა მოწყობილი მსოფლიო ყველა ქვეყანაში და ამას ორი აზრი არ აქვს. ასევეა ბარაქაზეც და ასევეა ფულზეც, როდესაც ადამიანი ხედავს, მერწმუნეთ მეგობრებო, მსოფლიოში ყველა ადამიანი, ვინც კი არსებობს, თუ ვინმე მასზე უკეთესი ადამიანს ხედავს, ყველას უნდა რომ თქვენ რაღაც დაგემართოთ. ანუ თუ თქვენზე მაღლა ახვალთ, მასზე მაღლა ახვალთ, ყველას უნდა რომ თქვენ რაღაც დაგემართოთ და რაღაცით გამწარდეთ, რომ ცოტა მის გულსაც ეამოს, რომ თქვენ მის დონეზე ჩამოხვიდეთ. ეს არის მეგობრებო მსოფლიოში ყველგან. ამიტომ ადამიანები იპარავენ სილამაზეს, აკეთებენ რიტუალებს შურთ ერთმანეთის, იპარავენ ჯანმრთელობას და იპარავენ ფულს. იმიტომ რომ ადამიანი არ არსებობს, თუნდაც მეც, ხუმრობ, რა თქმა უნდა, ისეთი დოზით არა მაქვს მე შური და ეს შური დავიწყებული მაქვს საერთოდ, რომელსაც ვინმესი არ შურდეს. ეგეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ მეგობრებო, გაფრთხილებთ, რომ საზოგადოებაში და თუნდაც ხალხში თუ ტრიალებთ ხართ, ხო მარტო სახლში ხო არ ბრძანდებით, ყოველთვის გქონდეთ ამულეტი, დაცვის ამულეტი და რა თქმა უნდა, წმენდის მერე გაიკეთეთ დაცვის ამულეტი და იყავით მთელი ცხოვრება დაცულები. ჩემს შემთხვევაში 7-10 წელი არაფერი არ გჭირდება.